საფრანგეთი კვლავ პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. 8 სექტემბერს პარლამენტმა საფრანგეთის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრის წარდგენა მოუწევს. პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუს წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 364-მა წევრმა მისცა, ხოლო ნდობა მხოლოდ 194-მა გამოუცხადა. როგორც ჩანს, ფრანსუა ბაირუს მოლოდინი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერდა მის მიერ საგარეო ვალის შემცირების მიზნით სახელმწიფო ხარჯების შემცირების იდეას, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ფრანსუა ბაირუს თქმით, რა თქმა უნდა, პარლამენტს აქვს იმის უფლება, რომ ნდობა არ გამოუცხადოს, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. Le problème, la menace. საფრანგეთისთვის პრობლემები და საფრთხე ისევ იქნება, რადგან ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ გაქვთ ძალა უფლება დაამხოთ მთავრობა, მაგრამ არ გაქვთ ძალა რეალობა შეცვალოთ. ეს უცვლელი დარჩება, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება და ისედაც აუტანელი საგარეო ვალის მასშტაბი სულ უფრო მძიმე და დიდი გახდება. Inexorable. პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ ულტრამემარცხენე პარტიის უდრეკი საფრანგეთის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ის იმავე პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს. ფრანსუა ბაირუს სურდა სიმართლე ეჩვენებინა და მჯერა, რომ მან ეს შეძლო. თუმცა რასაც შედეგები აჩვენებს ბაირუს მთავრობის მიღმა. ესაა მაკრონისა და მისი ხალხის ფარსი, რომელიც ნელ-ნელა ცხადი ხდება. გაიაზრეთ, რომ პარლამენტის წევრთა მხოლოდ მესამედმა გამოუცხადა ნდობა პრემიერ-მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ მაკრონის მდიდრების სასარგებლოდ გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრთა 2/3-მა მისცა ხმა. ამგვარად ის უმცირესობას წარმოადგენს როგორც ეროვნულ ასამბლეაში, ისე ქვეყანაში. სწორედ ამიტომ უკანონოა ბაირუსსა და მისი წინამორბედის მიშელ ბარნიეს პოლიტიკა, რომელიც სრულად უგულებელყოფდა გასული წლის ივნისისა და ივლისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ხაზგასმით ვამბობთ, არ გვინდა კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმავე პოლიტიკას უხელმძღვანელებს და გააგრძელებს. ქვეყანაში ახლა ისმის კითხვა, როგორ უნდა გადადგეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემაზე. მთავრობისადმი უნდობლობა ემანუელ მაკრონის საშინაო პოლიტიკურ ამბიციებს კიდევ უფრო ასუსტებს, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ულტრამემარჯვენე პარტიები ისარგებლებენ. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მარინ ლე პენის პარტია ეროვნული კრება 33%-ით ლიდერობს. Et qui échange d'un bout à l'autre.